მიუხედავად იმისა, რომ წვიმს მოქალაქეები დგანან 9 აპრილის მემორიალთან და სწორედ საკუთარი ძალებით იცავენ მემორიალს, რომ ოცნების ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ მოახერხოს გმირების მემორიალთან მიახლოება იმ ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელიც სრულად რუსულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ვერ ბედავს რუსეთს საკუთარი სახელი დაარქვას, ოკუპანტი უწოდოს, სხვათა შორის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ნინო წილოსანის განცხადება სოციალურ ქსელში და ტრაგიკულად გარდაცვლილები უწოდა სწორედ 9 აპრილს მოკლულ გმირებს 21 ახალგაზრდას, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირა. ჩვენ ახლა აქ გავესაუბრებით, აქ ყოფ ადამიანებს, ბატონ კახასთან დავიწყებთ საუბარს. ბატონ კახა, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ვადევნებთ თვალს, ოკუპანტ რუსეთს ვერც კი ბედავენ ახსენონ, უცხოურ ძალას უწოდებენ 9 აპრილის შემომქმედებს, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, რამდენად დიდი ტრაგედიაა, რომ ქვეყანას ყავს ახლა ხელისუფალი, რომელიც რუსეთს საერთოდ ვერ ახსენებს. ხო და მე ამის მერე რატომ უუკვირთ, რომ ამ ხალხს მათი დანახვა არ უნდათ განსაკუთრებით აქ 9 აპრილის მემორიალთან. იმის იცი რა, შიშის გამო კი არ ამბობენ, მაგათკენ არიან. რუსეთის წარმომადგენლები არიან. და აი მაგიტომ არ ამბობენ. და თავის ბატონებს ხომ არ აწყენინებენ რა? ამიტომ არ უნდა გაუკვირდეთ არავის ხელისუფლების წარმომადგენელს აქ, რომ მათი დანახვა უბრალოდ არ გულისრევის რეფლექს იწვევს ამ ხალხში. ეს არის ძალიან ლოგიკური. რუსებმა, რომლებმაც დაგვიხოცეს ჩვენი დები და ძმები და მათ რომ მტრებს არ ეძახიან, მათი ადგილი არც იქ და არც აქ არ არის. მადლობა ბატონ კახა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი მოდის 9 აპრილის გმირების მემორიალთან, მოდიან სკოლის მოსწავლეები, ადამიანები, ბავშვები, რომლებიც ისტორიის წიგნში სწავლობენ სწორედ და რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს. გია ჯაფარიძე არის ჩვენთან ერთად. ბატონ გია, მინდა რომ გთხოვოთ შეაფასოთ ის პროცესი. დიახ, მათთანაც გასაუბრები შეგვიძლია. ბატონ იულონ გაგოშიძე არის. ჩვენ გვახსოვს ყველას 1989 წლის 9 აპრილი, რომელიც რა თქმა უნდა არის ტრაგიკული დღე ჩვენს ისტორიაში. მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი სიცოცხლე მიიტანეს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სამსხვერპლოზე, მაგრამ ამავდროულად ეს არის დღე, რომელიც არის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 34 წლის წინ, ახლა 1 საათი გვაშორებს 12 საათზე და როგორც იცით, ზიანად გამსახურდია სიტყვას მოვისმენთ. ეს არის თარიღი, რომელიც წერია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციიდან ამ თარიღს ვერავინ ამოშლის. სულ რამდენიმე თარიღია ჩვენს კონსტიტუციაში, ერთი არის 9 აპრილი, მეორე არის 31 მარტი. 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 34 წლის წინ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მე აუცილებლად მინდა რომ ვკითხოთ ქართული ოცნების დღეს გაკეთებულ განცხადებებზე. უცხოურ ძალად ნათლავენ ოკუპანტ ქვეყანას და უჭირთ რუსეთის ხსენებაც და მისი როლი 9 აპრილთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებთ? ქართული ოცნება არის იმ ხალხის მოკავშირე, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს, 8-დან 9 აპრილის ღამეს აქ უსწორდებოდა საქართველოს მოქალაქეებს, უპირისპირდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ქართულ ოცნებაში კონკრეტული ადამიანები არსებობენ, ვინც 89 წლის 9 აპრილს და შემდეგ წლებშიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ქართულ ოცნებაში საქართველოს ღალატმა მიიღო დინასტიური ხასიათი. ერთი კი არა, უკვე რამდენიმე თაობა ყავთ, ვინც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს. მადლობა გია ჯაფარიძეს, იონ გაგოშიძეს მინდა რომ ვთხოვო ისაუბროს ახლა ჩვენს ეთერში. ბატონ ილო, თქვენი პირადი პერსონალური ისტორია მოგვიყევით 9 აპრილზე. 36 წლის შემდეგ ისევ აქ გახართ ქვეყნის ცენტრალურ 36 წლის წინათაც აქ ვიყავი. ჩემი შვილი იყო რა თავარი აქ და მე როგორ დავდგებოდი სახლში. ხო და თელი ხავე რა საკვირველია ის
ახე ყველაფერი რაც შვილმა გადამარჩინა იმას რომ მე კიდე ცოცხალი ვარ იმიტომ რომ წავიქეცი იმ ჭეჭყვაში და გამომათრია ისე მაშინ ცოტა მოვიწამლე ცოტა კი არა საქმე გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ეს იყო 2000-ამდე მაგრამ მე მეორე 9 აპრილსაც დავესწარი ხელის მოწერას და გამოუკიდებლობის გამოცხადებას მართალია მე დეპუტატი არ ვიყავი მაგრამ ვესწრებოდი ხდომას და ეგ აი ახლა რას ეტყოდით აი იმ ადამიანებს ვინც გულგრილად უყურებს თქვენს ტკივილს ოცნებას გულისხმობ რა თქმა უნდა რომლებიც ვერც კი ახსენებენ საბჭოთა არმიას საბჭოთა ჯარს ვინც სასტიკად მოკლეს ჩვენი დროის გმირები სულ ერთია მაგათ გინდ უთხარი გინდა რა მაინც ვერ გაიგებენ და რა უნდა უთხრა აი მე ვუსურვებ საქართველოს რომ ეს 9 აპრილიც ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს ვუსურვებო საქართველოსი ასე თქვა ჩვენმა რესპონდენტმა და წინააღმდეგობის მოძრაობამ სტარტი შეიძლება ითქვას რომ სწორედ დღევანდელი დღიდან აიღო სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა დააფუძნეს წინააღმდეგობის მოძრაობა და დღეიდან განსაკუთრებულად პირდებიან ბევრ უსიამოვნო დღეებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ლევან გოგიჩაიშვილი არის ჩვენთან ერთად. ლევან, დარწმუნებული ვარ გაიცანით ქართული ოცნების განცხადება, სადაც უცხო ძალად არის მონაწილე ოკუპანტი ქვეყანა და მათ შორის აი ეს ადამიანებიც თითქოს უცხო ძალის ორგანიზებით ხდება აქ პროვოკაციის მოწყობა. ეს განცხადება, რომელიც დადო კობახიძემ, ეს საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც სამარცხვინო განცხადება. აი პირდაპირ მნიშვნელობით. ესეთი არაკაცული, ესეთი არასწორი, ესეთი არასახელმწიფოებრივი განცხადება შეუძლია აი როგორი განცხადება, იცით, აი ფორმალურად რომ თქვათ მართლა შენ მტერ ქვეყანას რომ რაღაცა აეღნიშნა და ესე დაეწერა ახლა თავის თავს ხო არ ჩაწერდა აი პირდაპირ მნიშვნელობა არის მნიშვნელობით ანუ თავის თავს ხო არ მოჭრიდნენ იმას კუც დაახლოებით ეს მომენტი არის ცხენია მე ამ განცხადების კობახიძეზე რაც თქვა ერთხელ ერთმა ადამიანმა რომ არის მეორე თაობის აგენტი აი ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით ასრულებს აი ამ ფუნქციას აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი თუ ადამიანები ჩათვლიან რომ აქ უნდა მოვიდნენ აქ უნდა დაიცვან ის რაც 36 წლის წინ ადამიანებმა მოიპოვეს. იმიტომ რომ აი ერთი რამე უნდა გესმოდეთ რა რეალურად ქართულ ოცნებას ამ დღესთან რეალურად საერთო არაფერი არ აქვს. მე არ ვამბობ მათ ვიღაცა მხარდაჭერებს. მხარდაჭერებზე არ საუბრობ. აი დღეს ბიძინა ივანიშვილს ვინც ყავს ესე ერთად შეყრილი რომ მართონ ხო აი ამ ხალხს 9 აპრილთან არანაირი კავშირი არ აქვს ემოციური კავშირი არ აქვს იმიტომ რომ მართლა საპირისპირო მხარი არის იქითა ხალხი არიან გესმით იქითა ბარიკადზე მდგომი ხალხი არიან მათი შთამომავლები არიან სულიერი ხა არა აუცილებელი რუსი იყო რაღაცა პირდაპირ მნიშვნელობით ხო დნმ-ით არის იყო შეიძლება რუსი ოღონდ აი ამ მოცემულობაში და ამ ხალხს ემოციური კავშირი ამასთან არ აქვს. აი წარმოგიდგენიათ, ესეც ხო ყველაფერი ორგანიზებული არის. ის ხალხიც აქ ვინც მოიყვანეს, დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ მოიყვანეს როგორც აქტივი და არა როგორც ამ ხალხს აქვთ გააზრებული, თორე ვისაც გააზრებული აქვს, ხო? არავინ ხელს არ შეუშლის, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ამის ხელის შეშლა? დიდი მადლობა ლევან გოგიჩაიშვილს, ვატო სურგულაძეს ხედავ და მასაც ვთხოვ რომ ისაუბროს ჩვენს ეთერში. რას გვეტყვით ამ პროცესებთან დაკავშირებით დღეს ქართული ოცნების წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ რომ ტრაგიკულად არიან გარდაცვლილნი ის გმირები არ და ყველამ კარგად იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია. საბჭოთა არმიამ მოკლა ეს ადამიანები 21 მსხვერპლი ყავს სწორედ 9 აპრილს გმირები 36 წლის წინაც მე აქ ვიყავი და რა ხდებოდა როგორ მოდიოდა ტანკები როგორ ქონდათ ალესილი მესანგრეების ბარები აქ ვიყავი და ამას ყველაფერს ხვდავდი დიახაც საბჭოთა არმიამ არასა რუსებმა ისევ და ისევ რუსებმა და რა იყო 36 წლის წინ ჩვენ გვინდოდა გვეცხოვრა რუსების გარეშე საბჭოთა კავშირიდან გარეშე და დღეს აღმოჩნდა რომ ისევ იგივე მოთხოვნა მაქვს არ მინდა რომ რუსეთი იყოს საქართველოს არ მინდა არავითარი საქმე მქონდეს რუსეთთან
ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ გიორგი დუმბაძესთან გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. გიორგი, თქვენ საქართველოს ისტორია 9 აპრილის გმირებზე დაყრდნობით ისწავლეთ. რას გვეტყვით 36 წლის თავზე ქართული ოცნების განცხადებებზე, რომ უჭირთ ხსენება ოკუპანტი ქვეყნის და უცხოურ ძალას ნაცლავენ და თქოს უცხოური ძალის პასუხისმგებლობაა რაც მოხდა 9 აპრილს და რუსეთს ვერც კი ახსენებს ჩვენი ქვეყნის თვით გამოცხადებული პრემიები. სამწუხარო ფაქტი ის არის რომ როცა ვამბობთ რომ უჭირთ თითქოს და გულისხმობთ მათ მცდელობას თქმის და აი რაღაც მიზეზების გამო შეიძლება ეს არ გამოგვიდიოდეს, მაგრამ სამწუხარო ფაქტი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ისინი არც კი ცდილობენ ამას. ერთის მხრივ ჩვენ ვართ გმირების ქვეყანა და 9 აპრილი ამის ძალიან ნათელი მაგალითია. სევდით და ტრაგედიით ახსავსეთ, თუმცა ერთდროულად გამარჯვების დღე არის და საკრალური დღე არის ნამდვილად. თუმცა მეორე მხრივ, რაც ყველგან არის ისედაც ამ გმირების ფონზე ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან რომ გაყიდონ ყველაფერი, რაც მათთვის ქართული წესებიდან გამომდინარე უნდა იყოს ძვირფასი. სამშობლო, ოჯახი, ენა, მამული, სარწმუნოება და აქ ვინც გამოდის ამ ყველაფრის დასაცავად, პროპაგანდას ამუშავებენ მათ წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში ხალხი ყველაფერს დაინახავს და ხედავს კიდევაც და მე მგონია რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის კი არა, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალიან დიდი თქვენ უსმენთ გიორგი დუმბაძეს. ასეთი არის ვითარება 9 აპრილის მემორიალთან. თქვენ გესმით სიმღერა, კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვებისანი ახალგაზრდები არაპირებენ რომ დაუთმოთ ქვეყნის ევროპული მომავალი ოცნების რუსულ რეჟიმს, რომელიც სრულად რუსულ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენს ქვეყანაში.